ბიძინა ივანიშვილი შალვა ნათელაშვილს კვლავ ყვარყვარეს უწოდებს. ყოფილი პრემიერის თქმით, ლეიბორისტების ლიდერის პარლამენტში ყოფნა შავი ლაქა იქნებოდა ქართულ პოლიტიკაში. არის შანსი, რომ ნათელაშვილმა გადალახოს ბარიერი. ამის შანსი ჩანს და მე მინდა ისე მიმართო მის ხარდაჭერებს თუ მისმენენ კიდევ და თქვა, უნდათ რამე გაიგონ. აი ნახეთ თელი მისი მოღვაწეობის ისტორია გაივხსენოთ. ჯაშუშებიდანაც ფულს იღებდა, საქართველოს მოღალატეებისგან ფულს იღებდა და ამის გადადებით თვითონ მერავიშვილმა გაურცელა მას, ეს არ არის ჩვენი მოპოვებული, ხო? ერთადერთი კაცია საქართველოს პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი. და ამას მისივე თანაგუნდელები კარგად აჩვენებენ. ერთადერთი კაცია, ნუ არ არის ტიპიური ყვარყვარი, აბა სხვა რა გინდა რო უწოდო. დაჭერის ნაცვლად 3 დღე სადაფში რო იმალებოდა, როცა ფული აიღო ჯაშუშიდან. მერავიშვილმა საჯაროდ სადაფში იმალებოდა, მე ნაცვლად იმისა რომ გაეშვათ ეს სიღეში დაესაჯათ. საკუთარ სამსახურში ჩაიყენეთ. აი ეს ყვარყვარი რომ პოლიტიკაში მოხდეს ფოთაშორის. და მან გადალახოს ბარიერი. ეს იქნება შავი ლაქა სწორედ აი ჩვენი მიღწევების. და ახლა ჩვენ შეგვიძლია შალვა ნათელაშვილის პასუხი მოვისმინოთ ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ბატონ შალვა, მოგესალმებით. სხვათა შორის, როგორც გაირკვა, რეიტინგი შანსი გქონიათ ბარიერის გადალახვის უკაცრავად. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ივანიშვილის შეშფოთება არა მარტო დღევანდელი, არამედ მთელი 2 თვეა ჩვენს მიმართ დაწყობილი აქვს აი ამგვარი ცილისწამებათა მთელი კასკადი და უფრო და უფრო აძლიერებს წუთობრივი თვალსაზრისით აი ამ სიცრუის გადმოფრქვევას. მისი შეშფოთება გამოწვეულია არა იმით, რომ ბარიერს ვლახავთ, ეს მან ძალიან კარგად იცის, რომ ბარიერს ვლახავთ. მისი შეშფოთება გამოწვეულია სწორედ იმ გარემოებით, რომ ჩვენ მოვდივართ როგორც სერიოზული ალტერნატიული ძალა, რომელსაც შეუძლია შექმნას დამოუკიდებელი თავრობა ყოველგვარი კოალიციების გარეშე და რომელსაც შეუძლია დაიწყოს რეჟიმის და სისტემის შეცვლა, რეჟიმის მსხვერპლობა, რომელიც ჩამოაყალიბა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 20 წლეულის განმავლობაში და რომელიც ეფუძნება ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას და უფრო მეტიც მოსახლეობის 3%-ის ექსპლუატაციას მოსახლეობის 97%-ის მიმართ, რომელიც ეფუძნება ეროვნული სიმდიდრეების მითვისებას, რომელიც ეფუძნება საქართველოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საბანკო დაწესებულებად გადაქცევას ივანიშვილის და მისი მეგობრების ძალაუფლების ქვეშ და შესაბამისად ეხლა ამ კაცს შიში აქვს, რომ მას არა მარტო ამ ქონებას, ამ გავლენებს შეუზღუდავენ, წაართმევენ. ეხლა ოქროს საბადოს არ დაუტოვებდა საღდრიზე პასუხს მოთხოვთ, მან ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ თქვენთო ალბათ მიაქციეთ ყურადღება და დააკვირდით, რომ ნაცებს კი აღარ ეხება ნაცმოძრაობას, იწყებს შემით და ამთავრებს შემით და გამოუცია ნაციონალებზეც საუბრობს ახლა ბატონო შალვა. მაბადეთ? ნაციონალებზეც საუბრობს ახლა სამართლიანობისთვის რო ითქოს, თუმცა დააქვეითა რეიტინგში თავისუფალი დემოკრატები გადმოვიდნენ მეორე ადგილზე. სადესერტოდ იხსენებს ძირითადი დარტყმა ჩვენზეა წამოსული, ჩემზეა წამოსული, იცის რომ კლასობრივი მოწინააღმდეგე, იდეოლოგიური მოწინააღმდეგე ვართ ჩვენ ყველაზე რეიტინგული ძალა, რომელიც ხალხში სარგებლობს მხარდაჭერით და სიყვარულით ვართ ჩვენ ლეიბორისტული პარტია და ჩვენ შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ ამას 8-ში, აი რო იტყვიან მოჭიდავეები იპონზე გავაწვინოთ ბატონი ბიძინა თავისი სამარცხვინო რეჟიმით. ამ იპონის ეშინია და ის კი არ იცის, რომ ვაჟკაცის და პოლიტიკოსის ხვედრი დამარცხებასთან შეუგებაც არის. ღირსეული შეგუებაც. თქვენი შეფასება მაინტერესებს. და ორღობის მოთქმა გოდება და სრულიად მოადგილე შედარებების გამოყენება იმის თაობაზე, რომ ვიღაც ყვარყვარია, ვიღაც კვაჭია და ასე შემდეგ. ეხლა ამასთან დაკავშირებით პატა სანამ კითხავდე, მარტო ტელევიზიას კი არ იყენებს ივანიშვილი სიბინძურის გადმოსაფრქვევად. არამედ გაზეთი დაუბეჭდია, აგერ შეხედეთ, გაზეთ უნდა უფრო სწორად, რომელიც იწყება არა ნაცებით, არამედ ჩემით. შეხედეთ სურათები, აგერ კიდევ შემდგომი გვერდი ეს დიდი სურათი და ყველა სიბინძურე, რაც შეიძლება მოიფიქროს ბოროტმა ადამიანმა და არა ჩვეულებრივმა ადამიანმა მოწინააღმდეგეზე, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე ყველაფერი არის ჩამოწერილი აქ, თანაც რა პრინციპით, იცით? იქი დააბრალე, აქეთ შეგრჩებაო. ესე იგი ჩვენ გამოდივარ და ვამბობთ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი მდიდარი, მაგრამ არც ერთი მილიონერი პოლიტიკაში, ხო? ეს აიტაცა მთელმა ხალხმა.
აი ეხლა აიღო და უკვე აცხადებს რომ მე ვარ მილიონერი თურმე შალვა ნათელაშვილი ყოფილა მილიონერი თანაც ისე რომ ხელისუფლებაში არ ყოფილა კი მაგრამ ეს მილიონი სად გაქრა მილიონი ხო უნდა იყოს სადმე დაბანდებული კომპანიაში აქციებში ოფშორულ ზონებში სადღაცა უნდა არსებობდეს ხო? უნდა იყოს ამ მილიონის აღების ფაქტი დაფიქსირებული აუდიო ვიდეო საშუალებებით ჩაწერის სპეციალისტია ბატონი ბიძინა თქვენ გონიათ ვერ ჩაწერდა რამე რო ყოფილიყო და ვერ დაასახელებდა კონკრეტულად ჩემს ბიზნეს ინტერესს და კონკრეტულ ობიექტს თუ საჩიელება ვატრიალებდე ამ მილიონს ამას ხო მიწაში ვერ დამარხავს გასაგებია კი მართლა საინტერესო განცხადება იყო ბატონო შალვა კი ბატონო ხო ბიძინევენიშვილის მილიონერობა ხელისუფლებაში ყოფნასთან ასოცირდება როგორც ჩანს მაგრამ სხვა რამე მინდა გკითხოთ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები რევოლუციურ სცენარზე, რეიტინგებზე, ეგზიტ პოლებზე. თქვენ მაინც თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია და თუ შეგიძლიათ განვიმარტოთ რევოლუციურ სცენარზე, კი, სანამ რევოლუციამდე მივიდოდი და თუ ასე გაგრძელე ვენიშვილმა ის მართლა დაიწყავს რევოლუციას. მე მინდა გითხრათ ყოველგვარი თქვათ გადაბრალებების გარეშე ეს რეალობა დადგება თუ მან შეეცადა არჩევნების გაყალბება და თუ ის შეეცადა აი ესეთი ლანძღვაგინებით ოპონენტებთან ურთიერთობას და ლანძღვაგინებას ვინ დაეძებს ეხლა ოქროაშვილის დამცველი ჩემტერი იყო და არასოდეს მისი ადვოკატი არ ყოფილიوار მაგრამ გუშინ უკვე მისმა ხალხმა ესროლა ამ ბატონს გორში და დაჭრა მისი წარმომადგენლები და გამოდის აი ეს გოგლემოგლა ბავშვი რო გამოდის მაგ აღმასრულებელი მდივანი მაგ იმის რა გვარი კობახიძე და აცხადებს რომ არაფერი არ მოხდარაო მამაკაციო მზელს უმზირა შამდა შენიშნა მისცეს და იმან ისროლაო ეს რას გავს იცით საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში ნიშანოვი იყო ასეთი გორბაჩოვის მოადგილე მოსკოვში და მიყავდა საბჭოთა პარლამენტის ხდომები და როცა ფერგანას ტრაგედია დატრიალდა უზბეკეთში ანუ როცა უზბეკებმა და თურქმა მესხმე ერთმანეთი გააჯლიტეს ამაზე ატყდა ამბავი და ნიშანოვს ეკითხებიან ნიშანოვი უზბეკი იყო რომ რა ხდება თქვენთან რა სისხლის ოკეანეო და არაფერიო კაციო კლუბნიკის ყიდიდაო ბაზარშიო მივიდაო მყიდველიო ფაზზე ვერ შეთანხმდენო და პატარა წარწყეს სამორწყეს ერთმანეთსო მუშინა კლუბნიკუ პრადავალ აი ეს სიტყვები აფორიზმად დადის დაახლოებით ესეთ სიტყვებს ამბობს ქვეყანა ვისი პასუხისგებლობაა რომ წინასაარჩევნო გარემო ასეთია ხელისუფლების თუ მართლაც ეს პროვოკაციებთან გვაქვს რაიმე საქმე პროვოკაციებთან გვაქვს საქმე და მე ისევ ამ თემაზე ვსაუბრობ ეს გაზეთები ეს გაზეთუნები შეყარეს ყველა ეზოში გუშინ დაარიგეს ყველა ბაზარში და დღეს ჩადეს გაზეთ დასავალის შუაგულში მე ხლა ლაშან ადარეიშვილისგან ასეთ სიბინძურეს არ მოველოდი და თუ ასე გააგრძელა მან თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობა ის ძალიან უსახელოდ წავა ქართული ჟურნალისტური და შემოქმედებითი ასპარეზიდან და მე ამას ნამდვილად არ ვისურვებდი. არ შეიძლება ისე მიეყიდო ოლიგარქს თუ ეშმაკს თუ მეფისტოფელეს ისე დონეზე მიეყიდო, რომ საბოლოო ჯამში შენს გახდე მისი თანატოლი და შენს გახდე ეშმაკი. და აი ამ დიდი მადლობა ბატონო შალვა. ეხლა ნახეთ, აქე დააბრალე ბატონო შალვა, ცოტა დრო გვაქვს ძალიან გთხოვთ რა. როგორ? ცოტა დრო გვაქვს ძალიან. დრო 10 წუთი შემპირდება. უკვე გავიდა ბატონო შალვა. ხო, ეხლა მე ვეძახი მე ვახშეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ რომ ის არის არა მარტო ბანკირი, არამედ ის 1700%-იანი მოგებით ამთავრებს თავის საბანკო წელს, მაშინ როცა ლარი გაუფასურდა, მაშინ როცა ხალხი ქუჩაში ყრია მშიერი და ბუნკერებში იქექება. მე ვეძახი მე ვახშეს, იმიტომ რომ მან აიყვანა ბანკის საპროცენტო განაკვეთი რეკორდულ ციფრამდე. მან განავითარა არა წარმოებები და დაწესებულებები, არამედ კაზინოების ქსელი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ონლაინ სესხები, ეს ყველაფერი ივანიშვილი მოქმედება. ეხლა მან იფიქრა რა დამიპირისპიროს და მიწოდა მე ვახში აი ამ გაზეთშიც ამისათვის უპოვიათ ნათელაშვილის შალვა არის 14 საერთოდ, იმიტომ რომ წინაპარი ყავდა მოჭიდავე შალვა ნათელაშვილი და ბიჭებს არქმევდნენ ამ სახელს. ერთ-ერთ შალვას გაუფორმებია სესხის ხელშეკრულება ვიღაცასთან. ამოუღიათ ის უშიშროების საშუალებით ის ხელშეკრულება და გააფორმეს რომ მე მქონდა ეს გაფორმებული ვინმე ბელა ალანია ყოფილა თქვენ სეხნიაზე მოგვარეზია ლაპარაკი ერთი წამი ვინმე ბელა ალანია ყოფილა სენაკში ფარმაცევტი რომელსაც ასევე სესხის ხელშეკრულება გაუფორმებია მთელი საქართველოს სესხებისა და ხელშეკრულებების ის არის ტყვე და რა არის ახლა კახა ის უკვე ჩემცოლს დააბრალეს თქვენ ხვდებით რა ხდება ყველა სიბინძურე ყველა უბედურება ყველა გესლი ყველა ბოღმა გადმოქცეულია ჩვენი მიმართულებით მაგრამ დიდი მადლობა შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პასუხობდა ჩვენს კითხვებს დიდი მადლობა ბატონო შალვა და განვაგრძობთ